მთელი თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლიცია აწარმოებს პირდაპირ ნადირობას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მერიისა და გამგეობის თანამშრომლებზე. მე ვწუხარ, რომ ამ ფრაზის გამოყენება მიწევს, რადგან იმას, რაც დღეს დილით მოხდა, სამწუხაროდ სხვა ფრაზით ვერ დაახასიათა. ერთდროულად სამსახურში მისვლამდე მოხდა 30 ჩვენი თანამშრომლის აყვანა. მაშინ სავარაუდოდ თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ადამიანის აყვანას დასჭირდა მინიმუმ 3 მანქანა, პრაქტიკულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინანსური პოლიციის მთელი სრული შემადგენლობა მობილიზებული იყო იმისათვის, რომ საკრებულოს წევრები, არჩეული დეპუტატები, თბილისის მერის 2 მოადგილე, 1 გამგებელი, გამგებლის 4 მოადგილე და გამგეობების და მერიის სხვა თანამშრომლები აეყვანათ. მე ჩამოგითვლით გვარებს, ვინც ამ დროისთვის იყო დაკავებული და შემდეგ ჩვენი ჩარევის შემდგომ და სავარაუდოდ იმის გამო, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ბრალის გადაკეთება და ვითომდა ამ ხალხის მოწმედ დაბარება. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ მაშინ, როდესაც მთელი ფინანსური პოლიცია მთელი ქალაქის მასშტაბით ნადირობით იყო დაკავებული, ფინანსური პოლიცია საერთოდ არც კი ადასტურებდა მათი დაკავების ფაქტს. ეს ხალხი იყო დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ვახო ცაგარეიშვილი, მამუკა ახვლედიანი, დავით ნინიძე, ნოდარ სანდუხაძე, ლექსო თაბუაშვილი, ბესო კვიციანი, ლევან ნებიერიძე, ზურა კიკვაძე, ავთო სულაბერიძე, ნიკა აბრამიშვილი, ბექა მეშვერდიშვილი, ვახტანგ გაგუა, მიხეილ ქირია, კოკა ღვინიანიძე, მამუკა ბერაძე, ალექსანდრე ჩაპიჩაძე, გიორგი დარჩია, დიმიტრი ჩხეიძე, ზაზა გუდიაშვილი. ყველა ამ ადამიანის აყვანა მოხდა პირდაპირ ისეთი წესით, როგორც აყავთ ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ ყველას დაადეს ხერბორკილი, არც ერთს არ განემარტა მათი უფლებები. მათი მიყვანა მოხდა ფინანსურ პოლიციაში და ბოლოს იმის მაგივრად, რომ ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება და შემდეგ ეს დოკუმენტაცია დაიხა იმისათვის, რომ გადაეკეთებინა თითქოს ეს ხალხი მოწმეთ იყო მიყვანილი და უკანა გასასვლელიდან მოხდა ამ ხალხის გამოყვანა იმისათვის, რომ მიეფარცხათ ეს სამარცხვინო საქციელი, რომელიც დღეს მოხდა. მე მინდა ასევე საზოგადოებას შევახსენო, რომ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ესეთი ტიპის თავდასხმები არ ხდება პირველად და როგორც წესი ის სისტემატურ ხასიათს ატარებს, რადგან ყოველი თვის პარასკევს, როდესაც გეგმით იმართება საკრებულოს სხდომა, ხდება სწორედ ასეთი პროვოკაციები. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ცდება ყველანაირ ზღვარს. ეს ხალხი, რომელიც ერთი და იგივე საქმეზეა თითქოს და იყო დაპატიმრებული, რამდენჯერმე იმყოფებოდა დაკითხვაზე. არც ერთი მათგანი არ გაქცევია გამოძიებას. არც ერთი მათგანი არ დამალვია გამოძიებას. თითოეული მათგანი ამტკიცებდა თავის სიმართლეს მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებაა სიმართლის დამტკიცება. და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ თითოეულ მათგანს ოჯახის წევრების წინაშე, ბავშვების წინაშე ადებენ ბორკილებს, ისე რომ არანაირ ახსნა განმარტებას არ აკეთებენ, მიყავთ ფინანსურ პოლიციაში, პირდაპირ მნიშვნელობით ებლატავებიან და ვწუხარ, რომ ამ ფრაზის გამოყენება მიწევს და შემდეგ იმის გამო, რომ ვიღაცა რეკავს ზემოდან, შემდეგ იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარის შემოუცხე და დღევანდელი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა
საკმაოდ მწარე საუბარი და მხოლოდ იმის გამო რომ დღეს რასმუსენი თბილისში იმყოფება და არა იმის გამო რომ კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი ხდება ბრალის თითქოს და გადაყენება და თითქოს ამ ხალხს ეს ხალხი მოწმეს სახით იყო დაბარებული. მოწმეს სახით გინახიათ ვინმე დაბარებული, რომელიც 5 მანქანით და ხელბორკილებით შეყავს, ისეთი მოწმეები, რომლებიც მანამდე 5 ჯერ იყვნენ მოწმის სტატუსით გამოძახებული და 5 ჯერვე ეახლენ გამოძიებას და მიცეს ჩვენება. რომელ სამართალზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომელ კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ ჩვენ და რომელ წესიერებაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოხდეს ბოლომდე დაშანტაჟება და განადგურება ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინფრასტრუქტურის. ბუნებრივია ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოხდეს ამ ხალხის დაშინება, რომ წინა საარჩევნოდ და მოგეხსენებათ რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, ამ ხალხმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ოპონენტები განადგურდეს საქართველოში ყველა დონეზე. უწყლუკლებლივ ყველა დონეზე, აქ იგულისხმება პარლამენტიც და აქ იგულისხმება თბილისის თვითმმართველობა და სხვა ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებელი თვითმმართველობები. რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში? პირველი, ჩვენ მოვითხოვთ ომბუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან მოხდა კანონის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების უხეში ფეხქვეშ გათელვა. მეორე, ყველა დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, უკანონოდ დაკავებული ადამიანი შეიტანს საჩივარს პროკურატურაში იმისათვის, რომ მოხდეს გამოძიება და მე იმედი მაქვს, ეს გამოძიება არ გაგრძელდება საუკუნეები, როგორც დღეს პროკურატურას ჩვევია და არამედ მალე მივიღებთ პასუხს. რა მოხდა დღეს 27 ივნის დილის 9 საათიდან 11 საათამდე, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო იმისთვის, რომ ეს ტაკი მასხარაობა და შოუ მოეწყო ფინანსურ პოლიციას და 30-მდე ადამიანი ჯერ დაეპატიმრებინა და შემდეგ გამოეშვა. დიდი მადლობა.